ტელეკომპანიებზე სპორტის მოყვარულთ გიწევთ ტელეეკრანებთან დღეს ოთხშაბათია ტრადიციულად 22 საათიდან პირდაპირ ეთერში გადის გადაცემა იცხოვრე სპორტით იცით რომ ეს გადაცემა მზადდება ტელეკომპანია მზისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ფართოდ გავაშუქოთ საქართველოს ჩვენთან მიმდინარე ყველა სპორტული მოვლენა ვისაუბროთ სტუმრებთან ერთად და გამონაკლისი ბუნებრივი არცდღევანდელი გადაცემა იქნება ვიდრე წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს მე უბრალოდ გეტყვით იმას რომ დღეს გაიმართა დავიწყიფიანი სახელობის თასის გათამაშების პირველი მეოთხეფინალური მატჩები უცებ შეგახსენებთ შეხვედრებს ქუთაისის ტორპედომ საკუთარ მოედანზე პოლნისის სიონი მიიღო და დამაჯერებლად 3-1 დაამარცხა მეტოქე ასევე დამაჯერებლად და ოდნავ მოულოდნელად რა თქმა უნდა საჩხერის ჩიხურამ 3-0 მოუგო გორის დილას გურიამ რომელმაც თასის მერვედფინალიდან ტურნირის ზესტაფონი გამოთიშა ლანჩხუთში თბილისის დინამოს უმასპინძლა და ნულოვან ფრეს მიაღწია რუსთავში მეტალურგს ცხინვალის სპარტაკი დაამარცხა ანგარიშით 1-0 რაც შეეხება ჩემს დღევანდელ გადაცემას ახლა გეტყვით ტელეფონის ნომერს თუ გაგიჩნდებათ კითხვა ბუნებრივია შეგიძლიათ დავკავშირდეთ და გამოხატოთ თქვენი მოსაზრებას დასვათ კითხვაც ბუნებრივია 2-21-21-31 ასე რომ დავუკავშირდით მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში რაც შეეხება ჩემს გადაცემის სტუმრებს ჩემთან სტუდიაში იმყოფებიან სპორტსა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით რატი ბრეგაძე და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვახტანგ გასანიძე დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის რაც სასაუბრო ბევრია ჩვენ წინა თქვენ მეორედ გიწევთ უკვე ერთხელ ყავით პირველად და მაშინ ვერ ამოუწურეთ თემები ვერც დღეს ვერ შეძლებთ ალბათ თემების ამოწურვას თუმცა მაინც გარკვეული დრო გვექნება იმისთვის რომ ვისაუბროთ თემებზე საკმაოდ საინტერესო თემებზე ჩემი აზრით და მნიშვნელოვანზე რაც მთავარია ასე რომ მოდით დავიწყოთ რა თქვენ გქონდა დასახული პრიორიტეტები ბუნებრივია ყველა საქმე სჭირდება რაღაც გარკვეულწილად ეტაპობრივად განხორციელება და თქვენი პრიორიტეტების მიხედვით აი როგორ შეაჯამებდით თქვათ დანიშვნის დღიდან დღემდე მოყოლებულ თქვენს მიერ გაწეულ საქმიანობას პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ ხელმეორედ მოწვევისათვის ალბათ თქვენისაც საინტერესო იყო ის პრიორიტეტები რაზეც ვისაუბრეთ რაც შეეხება ანუ დანიშვნის დღიდან თუ რა გაკეთდა დღემდე პირველ რიგში ჩვენთვის ყველაზე მთავარი იყო სისტემური და მენტალური ცვლილება ეხლა რას გულისხმობ ამაში როგორც იცით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არც თუ ისე დიდი ხნის ჩამოყალიბებული იყო და ახალგაზრდული მიმართულებაც შესაბამისად საკმაოდ სუსტად იყო განვითარებული. კერძოდ სისტემაში იყო მოსაყვანი მთლიანი პროგრამები და ამავდროულად გასამკვეთრად გასამიჯნი იყო უფლებამოსილებით თუ კერძოდ რომელი დეპარტამენტი რას აკეთებს, რომელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი რას აკეთებს. უნდა გითხრათ რომ ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობს პირველ რიგში რა თქმა უნდა ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი რომელიც უშუალოდ სამინისტროშია ამავდროულად ჩვენი სამინისტროს დაქვემდებარებაში არის ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და ფონდი რომელიც აფინანსებს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს პირველ რიგში დავიწყეთ სისტემის გამიჯვნა შემდეგნაირად ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფუნქცია განსაზღვრეთ იმ პროექტების მიმართულებით, რომელიც იქნება 18 წლის ზევით, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ფუნქციები განისაზღვრა 18 წლამდე ბავშვებით, ხოლო ფონდი უშუალოდ გასცემს თანხებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდული მიმართულებით. რაც შეეხება თავად ფონდს, ამ მიმართულებითაც განხორციელდა რეფორმა, კერძოდ ჩვენი სამინისტროს ავტორობით და საქართველოს მთავრობის ინიციატივით ჩვენ წარვადგენთ პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მთლიანად ამ ახალგაზრდული ორგანიზაციების დაფინანსების რეფორმას. რაში მდგომარეობს ეს? მოგახსენებთ რომ ფონდში არსებობდა დღეს მდგომარეობითაც არსებობს რეესტრი და მხოლოდ ამ რეესტრში დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ რომ მიიღონ თანხა. გარდა ამისა ეს რეესტრი ქმნიდა ასევე დამატებით ბიუროკრატიულ ელემენტებს იმისათვის რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა იქნას უზრუნველყოფილი მაქსიმალურ ჩართვას გულისხმობ. სწორედ ამისათვის ჩვენ კანონპროექტის მეშვეობით მოუშალეთ რეესტრი და შესაბამისად ფონდში გავამარტივეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პროექტების წარდგენა. გარდა ამისა, შეიცვალა თავად ახალგაზრდული კავშირის ცნებაც,
და ახალგაზრდულ კავშირად ჩაითვლება მას შემდეგ რაც კანონი შევა ძალაში ყველა ის ორგანიზაცია რომლის საწესდებო მიზანიც ითვალისწინებს ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობას და ამ ცვლილებით ჩვენს მიერ შესაძლებელი გახდა რომ მაქსიმალური ჩართულობა იქნას უზრუნველყოფილი არასამთავრობო ორგანიზაციებით და ამით გარკვეულწილად სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შეუწყოთ ხელი. როგორც მოგახსენეთ, ეს არის ის ძირითადი ცვლილებები, რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს იმისათვის, რომ სისტემა გარკვეულ ლოგიკურ ჩარჩოში მოქცეულიყო, განხორციელდა გარკვეული საკადრო ცვლილებებიც, რა თქმა უნდა, მაგრამ თანამშრომლების ძალიან დიდი ნაწილი კვლავ თავის სამუშაო ადგილებზეა და აგრძელებენ ჩვენი სისტემის ფარგლებში მუშაობას. რაც შეეხება პრიორიტეტებს, სამივე ასე ვთქვათ, დეპარტამენტს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს და ფონდის პრიორიტეტები განისაზღვრა ხელახლა. უნდა გითხრათ, რომ უბრალოდ ჩამონათვალისმახ მოტარენ, იმიტომ რომ საკმაოდ ვრცელია და ახალგაზრდული დეპარტამენტი ახორციელებს დაიწყო უკვე 10 პროექტის განხორციელება, კერძოდ ეს არის მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის პროგრამა, რომელიც მაგალითად მე დეტალებზე ამაზე ახლა ისაუბრებს. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარების პროგრამა, არასრულწლოვანი პატიმრების რესოციალიზაციის პროგრამა, კი ბატონო. კანონმდებლობის განვითარება, რაც ჩვენისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონმდებლობის განვითარება ახალგაზრდობის მიმართულებით, იმიტომ რომ თუ კი სამართლებრივი ბაზა არ იქნა, ამ შემთხვევაში ნებისმიერი ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტი თუ აქცია ეს იქნება მხოლოდ ერთჯერადი და ფასადური და ასე ვთქვათ, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი სამინისტროს შესვლის დღიდან იყო ის, რომ განვახორციელოთ ისეთი პროგრამები, რომელიც დარჩება. ხა ამის მაგალითად შეიძლება ითქვას თუნდაც მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის პროგრამა, რომელიც გაწერილი არის 1 წლის განმავლობაში და შედეგს პირველ შედეგს ვთქვათ საზოგადოება ნახავს დეკემბრის ბოლოს. წლევანდელ წელს, როდესაც შეიქმნება ელექტრონული ტესტი და რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, რა თქმა უნდა, გარკვეული ალბათობით, რომ მათ შეძლონ ამ ტესტის მეშვეობით თავად გაიგონ და მათმა მშობლებმაც თუ რომელი პროფესია უფრო მეტად შეესაბამება მათ და შემდგომში გააკეთონ სწორი პროფესიული არჩევნები. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რაცაც დეპარტამენტი უშუალოდ ახორციელებს, ეს არის სტუდენტური თვითმმართველობის განვითარების კომისია, რომელიც შეიქმნა ნოემბერში, თუ არ ვცდები, და უკვე დეკემბრიდან აქტიურად დაიწყო მუშაობა და ეს კომისია მიზნად ისახავს სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმას, რომელზეც საკმაოდ ბევრი პრობლემა არსებობს და ეხლა დეტალებს არ ჩაუღმავდები და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ სამინისტრო გაიხსნა ამ კომისიის მეშვეობით აბსოლუტურად ყველა სტუდენტური თვითმმართველობისათვის. აქ წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და ასევე სხვა დაინტერესებული ჯგუფები, რომლებსაც გარკვეული ინტერესები გააჩნია სტუდენტურ თვითმმართველობაში და სწორედ ისინი უკვე თავად მუშაობენ სისტემის ახლებურ რეფორმაზე. ისინი იმყოფებოდნენ ასევე გერმანიაში, იმყოფებოდნენ ესტონეთში, გაეცნენ თავიანთი კოლეგების გამოცდილებას და სავარაუდოდ უკვე წლევანდელ წელს ჩვენ გვექნება მათ მიერ წარმოდგენილი ახალი სისტემა, რომელსაც შემდგომში ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩვენი სამინისტროს ავტორობითა და მთავრობის ინიციირებით წარვადგენთ პარლამენტში, რომ განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში. მოდი ასე ვქნათ, ეხლა ჩვენ მიყვეთ ნელა პრიორიტეტები და ვისაუბროთ პრიორიტეტებზე, ეს კითხვა-პასუხის რეჟიმში რომ გქონდეს, ვახოსაც მინდა გკითხო, პირველი ამ სტუდენტურ დღეებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რა ხდება 14 აპრილს დაიწყება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და ყოველთვის, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია და ძალიან სასიამოვნოა ასეთი დღეები, იმიტომ რომ ყველა აბსოლუტურად ვინც მონაწილეობს აი ამ რამდენიმე დღიან ღონისძიებაში, ყველა მხოლოდ დადებითად არის განწყობილი მსგავსი ღონისძიებების მიმართ. კი. პირველ რიგში მეც მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში მოგზაურობისთვის, ჩემთვის პირველია და იმედი მაქვს. ბევრჯერ მოგიწევთ კიდე. სიამოვნებით გესტუმრებით და ჩვენს პროგრამებზე გესაუბრებით. რაც შეეხება ჟურნალისტი იყო და მოგზაურებისთვის ეხა ვერ გამოდის თავის ამპლუი. რაც შეეხება კონკრეტულად სტუდენტური დღეების პროგრამას, რამდენიმე დღის წინ 7 მარტს უკვე იყო ამის ოფიციალურად გახსნის ცერემონია
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, მადლობა ამ უნივერსიტეტის მასპინძლობისთვის. ამავე გახსნის ღონისძიებაზე დასახელდა შერჩეული იქნა სტუდენტური დღეების ლოგო, ასევე გვაქვს ეს ლოგო უკვე არჩეული და რაც შეეხება კონკრეტულ თარიღებს 14 აპრილს იგეგმება ღონისძიების დაწყება ოფიციალურად დედაენის დღეს და მაისის ბოლომდე გაგრძელდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და მინდა სტუდენტებსაც მიმართოთ, მათთვისაც გააჩნიათ შესაბამისი თვითშემოქმედებითი თუ ან სპორტული ნიჭი, ან სამეცნიერო სფეროში მოღვაწეობის სურვილი, შეუძლიათ თავიანთი უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობებს მიმართონ, დარეგისტრირდნენ ელექტრონულად და შემდეგ უკვე მათ საშუალება ექნებათ სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა სტუდენტურ დღეებში. და რამდენად დიდია ეხლა ამ წუთისათვის აქტივობა ამ ხრით? ამ წუთისათვის მიმდინარეობს ასე ვთქვათ განაცხადების მიღება ელექტრონულად, გამიჭირდება საუბარი ამაზე, თუმცა როგორც ყოველთვის ეს სტუდენტური დღეები საკმაოდ დიდი აქტივობით გამოირჩევა. აქვე მინდა აღვნიშნო, რამდენიმე წლის განმავლობაში სტუდენტური დღეები ჩავარდნილი იყო და მოხერხდა ამის აღდგენაც და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მე მინდა ასევე შევეხო იმ სახეობებს, რომ რას სფეროებში გაიმართება სტუდენტური დღეები, აღსანიშნავია ის სპორტული ღონისძიებები, როგორიც არის ფეხბურთი, კალათბურთი, ქუჩის ფეხბურთი, მძლევროსნობა, მეკლდეურობა, წყალბურთი, ბოულინგი, პარაკალათბურთი, კლავჭიდი, ბილიარდი და ასე შემდეგ, ასევე ჯომარდობა და სხვა. ასევე მნიშვნელოვანია ინტელექტუალური მიმართულება, ის გვაქვს ისეთი ღონისძიებები, როგორიც არის რასადროდის, ორატორული ხელოვნების კონკურსი, გვაქვს ასევე დებატები სტუდენტებისთვის და ეგრეთ წოდებული თამაში City Game აღმოაჩინეს შენი ქალაქი, რომელიც ძალიან საინტერესო არის. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის, რომ სტუდენტური დღეები წელს გაიმართება 5 ქალაქში და საშუალება ექნებათ რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებსაც და იქ სტუდენტებს, ვინც იქ სწავლობენ, რომ საშუალება ექნებათ, რომ მიიღონ მონაწილეობა და ეს ქალაქებია ბათუმი, წყალტუბო, ზუგდიდი და თელავი და რა თქმა უნდა თბილისი, სადაც იქნება გახსნის და დახურვის ცერემონია. და ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებული იქნება თვითონ დღეები. თქვენ ახსენეთ რამდენიმე დღეო და რამდენიმე დღე კი არა, თითქმის ერთ თვეზე მეტი ხანს გაგრძელდება და ყველა სტუდენტს, ვისაც ამის საშუალება, სურვილი და უნარი გააჩნია, შეიძლება თავის თვითრეალიზაცია. თვეზე მეტი ხო? დიახ. ძალიან კარგი, მედია აქტიურად ჩაერთვებიან და ეს უფრო მასშტაბური და მესამე ტარდება ხო თუ არ ვცდები? კი, იყო ადრე პრაქტიკა, მე შეჩერებული იყო რაღაც პერიოდი და უკვე მესამე წელია, რაც აქტიურად მიმდინარეობს სტუდენტური დღეები. კარგი, რატი? მე მინდა კითხვა, თვითონ სტუდენტებისთვის, ხო მე მესმის, რომ თვითონ სტუდენტებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია აი მსგავსი დღეების მოწყობა. მე არ ვიცი, შეიძლება ამ დღეებამდე მეგობრები იყვნენ, ან არ ვიცი, ურთიერთობა ჰქონდათ ან რამე მსგავსი, მაგრამ მთლიანობაში ეს თვეზე მეტხანს გრძელდება. მე არ ვიცი, რამდენად ხშირი ყოველ შემთხვევაში სათამაშო სახეობებში სპორტული მიმართულებას რო გაუგზავნოთ ცოტა, ბუნებრივია შეხების წერტილი ექნებათ. ამიტომ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ამ დღეების გამართვას. ესე იგი, რაც შეეხება სტუდენტური დღეების მნიშვნელობას, ეხლა აქვე შეგიძლია თქვა თქვენს გაიხსენოთ თქვენი უნივერსიტეტის წლები. რისგან შედგება თქვა სტუდენტის ყოველდღიური ცხოვრება, რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ეს არის ასე ვთქვათ, ყველაზე ბედნიერი და მეტნაკლებად უდარდელი წლები, ბუნებრივად დატვირთულია საკმაოდ მძიმე სასწავლო რეჟიმით. იმისათვის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ სტუდენტებს, იმისათვის, რომ გამოავლინონ საკუთარი ნიჭი სხვადასხვა დისციპლინებში, ამავდროულად თქვათ აღმოვაჩინოთ მათში მიდრეკილება ხელოვნებისადმი, სპორტული მიდრეკილება და უზრუნველყოთ მათი თავისუფალი დროის მაქსიმალურად ჯანსაღად გამოყენება, სწორედ ამისათვის იმართება სტუდენტური დღეები. ამით ჩვენ ვცდილობთ, რომ სტუდენტები მოვარიდოთ ქუჩას. გარდა ამისა, ამით ჩვენ ვცდილობთ, რომ მათში, ასე ვთქვათ, გაიღვიძოს იმ ტალანტმა, რომელიც საკმაოდ ხშირად გამოვლენილა სტუდენტური დღეების ფარგლებში, იქნებოდა ეს ხელოვნების მიმართულებით თუ სპორტის მიმართულებით და არსებობს თქვათ პრეცედენტები, რომ თქვათ შემდგომში მათ პროფესიაც კი შეუცვლიათ, თქვათ იმდენად
იმდენად კვეთრად ყოფილა მათინიჯი გამოკვეთილი თქვათ გარკვეულ სფეროებში, რომ შემდგომში პროფესიაც კი შეუცვლიათ და გარდა ამისა ჩვენ გვინდა რომ ამან იქონოს გარკვეული გამაერთიანებელი ეფექტი ყველა სტუდენტისათვის. დიახ, გარკვეული გამაერთიანებელი ეფექტი ყველა სტუდენტისათვის და მათ გარდა იმის სწავლის პარალელურად ასევე მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება შეეჯიბრონ ერთმანეთს და გამოავლინონ საკუთარი ნიჭი. ეს არის ამის სტუდენტური დღეების ძირითადი დანიშნულება. იმისათვის რომ სტუდენტური ცხოვრება გახდეს მაქსიმალურად საინტერესო და თქვათ არ იყოს მოსაწყენი მხოლოდ ლექციებით, ან თქვათ შემდგომში ლექციების შემდგომ არსებული დროის გარკვეულწილად ფუჭად გამოყენებაში. კი ბატონო, გესახმებით აბსოლუტურად ისე ჯობია სპორტული აქტივობები და მსგავსი ინტელექტუალური თამაშებით დაკავდნენ, ვიდრე ქუჩაში ფუჭად გახარჯონ ის დრო, რაც შეუძლიათ, რომ ცხადია, გაცილებით უფრო ნაყოფიერად გამოიყენო. აქ ამ პრიორიტეტულ საკითხებში მე მინდა რომ გარკვეულწილად დავიწყო, თქვათ, არასრულწლოვანი პატიმრების სოციალიზაციის პროგრამით, იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და საერთოდ იმ დღეს ბატონ ლევან ყიფიანი ბრძანდებოდა ჩვენთან და ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან კარგ რაღაცას ჩაეყარა საფუძველი სოზარ სუბართან ერთად მისვლა ბავშვებთან შეხვედრა იქ გარკვეულწილად რამდენადაც მე ვიცი იგეგმება ამავდროულად ისიც რომ თქვა ცნობილი სახეები სპორტსმენები შევიდნენ შეხვდნენ ამ ბავშვებს მე მიმაჩნია რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა და არ შეიძლება რომ ეს ერთხელ ორჯერ ან სამჯერ მოხდეს ანუ ამან უნდა მიიღოს რეგულარული ხასიათი და ეს უნდა იქცეს ჩემი აზრით წესად და იმედია რომ ასეც იქნება ალბათ კი მე ორივე კი ბატონო შევეცდები ორი თვით ამ თემასთან დაკავშირებით მოგახსენოთ როგორც თქვენ აღნიშნეთ ეს არის არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება რადგანაც საქართველოში არიან ახალგაზრდები რომლებიც მოწყვეტილი არიან გარკვეული პერიოდით რეალურად საზოგადოებას მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მათ არ აქვთ უფლება სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ან მიიღონ განათლება, ან იყონ სპორტულად აქტიურები. სწორედ ამის აქედან გამომდინარე შეიქმნა ეს პროგრამა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ ერთი მხრივ ეს ეხება არასრულწლოვან პატიმრებს, მეორეს მხრივ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან 26 წლამდე ასაკის. ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში ვახორციელებთ ისეთ პროგრამებს, როგორიც არის არაფორმალური განათლება, პროფესიული სახელობო სწავლების დანერგვა, ასე ვთქვათ, სპორტული ტურნირები, სპორტულ ტურნირებში მოიაზრება ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი და რაგბზე მე კიდევ უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ ფრენბურთი და მკლავჭიდი. აქვე აღსანიშნავია ის, რომ რაგბის სწავლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის და ეს უკვე მეორე წელიწადია გრძელდება და გასულ წელს ამას აფინანსებდა იუნისეფი და მადლობა მინდა გადაუხადო იუნისეფსაც ამ ინიციატივისთვის, რადგან რაგბი არის სწორედ ის სპორტი, რომელსაც შეუძლია ახალგაზრდების, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდების, ვინც საპატიმრო დაწესებულებაში არის, ერთ გუნდად შეკვრა, რაგბის თამაში ითვალისწინებს გუნდურ, კეთილშობილურ, რაინდულ, ასე ვთქვათ, მოქცევას და იქ გამორიცხულია რაიმე, სხვა ზედმეტი გადაცდომები. აქედან გამომდინარე, ძალიან წარმატებული იყო გასულ წელს და შესაბამისად წელსაც ვითარდება ეს პროგრამა და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ კარგი იქნება თუ არ იქნება ერთჯერადი ან ორჯერადი თითოეული ჩვენი პროგრამა, რომელიცაც საუბრობ, მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში და არის სისტემური ხასიათის. აქვე მინდა აღვნიშნო, ცნობილი სახეები ახსენეთ, ზუსტად 6 მარტს, როდესაც მინისტრი, ჩვენი სამინისტროს მინისტრი და საჭირო აღსრულების მინისტრი იმყოფებოდნენ დაწესებულებაში. უამრავი სპორტული ინვენტარი, მაისურები, სპორტული ფეხსაცმელი, ბურთები და ასე შემდეგ მათ ჩაუტანეთ. აქვე აღსანიშნავია, რომ მოახერხეთ მათი ბიბლიოთეკის განახლება უახლესი წიგნებით და ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინეს ამ მიმართულებითაც, წიგნიერების მიმართულებით ახალგაზრდებმა. ასევე ცნობილი სახეებიდან იყო ფრანი, მუსიკალური ჯგუფი ფრანი, რომელმაც შეუსრულეს რამდენიმე ნაწარმოები და ისინი საფრთხოვნებულები იყვნენ ამით და იგეგმება ამ ყოველივეს გაგრძელება. აქვე კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არის,
ერთ-ერთი მიმართულება, რაც ასევე სისტემური ხასიათის არის, დაგეგმილი არის კინოლექტორიუმის ორგანიზება, სადაც შეეძლებათ მათ უყურონ სხვადასხვა მნიშვნელოვან ხელოვნების ნიმუშებს კინოსფეროში და შემდეგ სპეციალისტთან ერთად მოახდინონ ამ ფილმის გარჩევა და ჯაბაასი ამ თემის ირგვლივ. აქვე ცნობილი ადამიანებს კიდევ ერთხელ შევეხები, დაგეგმილი არის თვეში რამდენჯერმე ცნობილი ადამიანების ვიზიტი, ეს იქნება ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი, სპორტის მუშაკი თუ უბრალოდ მწერალი ან პოეტი ან სხვა შემოქმედების დაკავებული ადამიანი. ასე რომ ეს სფერო საკმაოდ მნიშვნელოვანი არის, რაც შეეხება პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამას. კი ბატონო, რადი, აუცილებლად მინდა განვაგრძო ეს თემა და რახან ეს ნაბიჯი გადაიდგა, ბუნებრივია ეს გადადგმული ნაბიჯი რაღაცას ემსახურება რა. მე მინდა მკითხო, ჩვენ შეგვიძლია ეს დავყოთ ორ ნაწილად, ხო? ამ გადაწყვეტილების მიღებამდე და ამ გადაწყვეტილების შემდეგ. როგორი გახდება ამ ადამიანების თქვა ცხოვრება, რამდენად შეიცვლება სიტყვას და რამდენად დადებითი იქნება მათთვის აი ეს ამ ყოველი თქვენს მიერ განხორციელებული ნაბიჯის გადადგმა მათი მისამართით რა საკვირველი. პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღნიშნო, როდესაც თავდაპირველად სანამ მემორანდუმი გაფორმდებოდა ჩვენ სამინისტროებს შორის, სოძარსუბართან ერთად ვიყავით ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც არიან არასრულწლოვნები და ყველაზე მეტად ასე ვთქვათ გასაკვირი ჩემთვის იყო ის, რომ მათ მოითხოვეს ტელევიზიის ჩართვა და პირველი არხი, რომელიც მოითხოვეს, ეს იყო GMG სპორტი. და თავადაც აღნიშნეს, რომ ძალიან უნდათ, რაც შეიძლება დაკავდნენ მეტი სპორტით და ამავდროულად თქვათ საქმის კურსში იყვნენ თუ რა ხდება ფეხბურთში, კალათბურთში თუ ასე მიიღონ ინფორმაცია. დიახ, მიიღონ ინფორმაცია. ამავდროულად მქონდა საუბარი ერთ-ერთ მსჯავრდებულთან, რომელიც თავად აღნიშნავდა ჩემთან საუბარში ყოველ შემთხვევაში, რომ ძალიან ნანობდა იმ საქციელზე, რაც ჩაიდინა და ასე თქვა ძალიან დიდი განცდა ჰქონდა იმ დაზარალებულის მიმართ, რომელიც გარკვეულწილად დააზარალა. და აღნიშნავდა იმას, რაც ჩემთვის მართლა ემოციურად ძალიან დატვირთული იყო, იმას, რომ მას აუცილებლად სურდა კიდევ ერთხელ ბოდიში მოეხადა დაზარალებულისათვის და მე პირადად რამდენჯერმე გამემეორა, რომ დღეიდან კი არა, იმ დღიდან მისთვის ყველაზე მთავარი არის სწავლა და სპორტი. როდესაც თქვათ უშუალოდ ვეხებით, მე პირადად ადრე უშუალოდ შეხება მსჯავრდებულებთან არ მქონია, ეს იყო ჩემთვის მართლაც პირველი შემთხვევა და ძალიან ემოციებით დატვირთული წამოვედი. და ცალსახად მივხვდი იმას, რომ ამ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა საზოგადოებიდან იმისათვის, რომ მათ თავი იგრძნოს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. სწორედ ამიტომ ჩვენ და სასჯელ ახსოვების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ გავაფორმეთ მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ერთობლივი ძალებით მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხელი შეუწყოთ ახალგაზრდა მსჯავრდებულებს იმისათვის, რომ ისინი საზოგადოებაში უკვე დაბრუნდნენ საზოგადოების ნამდვილ და ღირსეულ წევრებად და გარკვეულწილად ის ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც ციხის დატოვებას თან ახლავს, მათ უკვე დაძლეული ჰქონდეთ და გარდა ამისა მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეთ იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება საზოგადოება, რას აკეთებენ მათი თანატოლები და ჩვენ ამაში მათ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სამინისტროსთან ერთად. ძალიან კარგი, სარეკლამო ჭრის დროა ჩვენს გადაცემაში, შევისვენოთ ცირე ხნით და შემდეგ დავუბრუნდეთ ისევ პირდაპირ ეთერში და განვაგრძოთ საუბარი ჩვენ სტუმრებთან.
მინდა იცოდე რა ხდება ქართულ ფეხბურთში. საინტერესოს რა პრობლემებია ბავშვთა საფეხბურთო სკოლებში. რა განწყობაა გუნდებში ეროვნული ჩემპიონატის ყოველი ტურისტი. სურს კონდეს ინფორმაცია იმის თაობაზე თუ სად, როგორ და რა ხარჯებით ვითარდება ინფრასტრუქტურა საფეხბურთო მიმართულებით. მაშინ უბრალოდ გადმოხდეთ მზეზე ყოველ პარასკევს და გაიგე ის რაც საინტერესოა. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, მე ვინც ახლა შემოგვიერთდით, შეგახსენებთ, რომ ჩემთან სტუდიაში იმყოფებიან სპორტსა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით რატი ბრეგაძე და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვახტანგ ასანიძე. ჩვენ ვსაუბრობთ თემებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია და რომელთა გარეშეც მე ვფიქრობ, რომ წარმოუდგენელია ყოფა. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე რეკლამამდე და მინდა გადავიდე უკვე აი ამ პრიორიტეტებში, ჩამოთვლი რამდენიმე საკითხზე და პირველი რითიც მინდა სულ დაახლოებით 4 საკითხი იქნება რატი ვახო, ანუ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარების პროგრამა. ეს არის ესეც ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არ არსებობს და არც ერთი დღე არ უნდა გავიდეს ამ ადამიანების გარეშე. რა ხდება, როგორ მიმდინარეობს და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის ყველასთვის ერთად, რა თქმა უნდა. ანუ მნიშვნელობაზე ორიოდე სიტყვით მომახსენებთ და ვიტყვი იმას, რომ ჩვენ და სამწუხაროდ და საუბედუროდ სოხუმის დაცემიდან უკვე თითქმის კი არა 2 წლეული გავიდა. შესაბამისად მეხსიერება ახალგაზრდების ამ მიმართულებით გარკვეულწილად უკვე მცირდება. იმიტომ რომ მაგალითად თუ კი უშუალოდ არ გახსოვს კონფლიქტი და ეს მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე რჩება, ბუნებრივია საფრთხე იმისა, რომ შემდგომმა თაობებმა ეს უკვე მიივიწყონ, საკმაოდ დიდია. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩვენი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიწყოთ დიალოგი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან. და რატომ? იმიტომ რომ
გვინდა მათთან დაახლოება, უпростоად ჩვენ გვინდა, რომ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა ხელი შეუწყოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს და არაოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომ მათ შორის დაიწყოს ელემენტარული ადამიანური დიალოგი. მათ შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, მათ გაიაზრონ, რომ ისინი არ არიან ერთმანეთის მტრები და მათ გაუჩნდათ საერთო ინტერესი, საერთო პროექტები, რომლის განხორციელებასაც ერთობლივად შესძლებენ. აქ არ იქნება არავითარი შეჯიბრობითობის ელემენტი, პირიქით მაქსიმალური მცდელობა იქნება იმისა, რომ ისინი გაერთიანდნენ. ამ მიმართულებით მუშაობა საკმაოდ აქტიურად გვაქვს უკვე დაწყებული, რამოდენიმე როგორც არასამთავრობო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, ბუნებრივია გავდივართ კონსულტაციებს შესაბამის სამინისტროსთან, იმისათვის, რომ ჩვენი ნაბიჯები ამ მიმართულებით იყოს საკმაოდ ფრთხილი და მოზომელი და არ გამოვიწვიოთ გარკვეულწილად ისეთი შედეგი, რომელიც შემდგომში შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს გარკვეული მოქმედებები ამ მიმართულებით. შესაბამისად, ყველაზე ფრთხილად მოქმედებთ ამ მიმართულებით, როგორც უკვე აღვნიშნე და იმედი მაქვს, რომ წლევანდელ წელსაც უკვე იქნება გარკვეული შედეგები. ჩვენ გვინდა მოვამზადოთ ახალგაზრდები პროფესიულად, ასევე გაეცნონ საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ მსგავს ანალოგიური კონფლიქტების სიტუაციას. ეს ახალგაზრდები უკვე შერჩეულია და ფაქტიურად ისინი ჩამოყალიბდებიან ახალგაზრდობის წარმომადგენლებად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან მიმართებაში და ისინი შეძლებენ დიალოგის დაწყებას და გვინდა რომ მათ ხელი შეუწყოთ ფაქტობრივად მოლაპარაკებების წარმმართველებად ჩამოყალიბებაში, იმიტომ როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ რთულია, როდესაც ემოციური ფონი მძლავრობს, თქვათ იქ შეიძლება ასე თქვათ მეორე მხარეს გარკვეული პროვოკატორებიც კი იყვნენ შემოგზავნილები, რომლებიც შეეცდებიან მაქსიმალურად რომ ეს პროცესები შეაფერხონ. სწორედ ამიტომ ჩვენ მივდივართ ასე თქვათ ფუნდამენტური და პროფესიული მიმართულებით, რომ ეს ხალხი იყოს მაქსიმალურად მომზადებული, რათა ნებისმიერი წინააღმდეგობისა და დაბრკოლების მიუხედავად შეძლონ თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ მართლაც კეთილშობილ საქმეში. კარგით, მოდი გადავიდეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამაზე. ესეც ძალიან სერიოზული თემაა და მე ყოველ შემთხვევაში ხა სპორტულ აქტივობებში ძალიან ხშირად მიწევდა დიდი სიამოვნებით ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას ამ ადამიანებთან ერთად, თქვათ რაღაც სპორტულ ღონისძიებებში მსვლელობები იქნებოდა თუ ნებისმიერი უბრალოდ ელემენტარული თუნდაც ღონისძიება. ესეც სწორად აღნიშნეთ, ჩვენი ერთ-ერთი საკმაოდ პრიორიტეტული მიმართულება არის, რადგანაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ის პრობლემა, რაც მათ გააჩნიათ, არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ მათ ვერ შეძლო სრულფასოვნად გაატარონ თავიანთი ახალგაზრდული წლები და სრულფასოვნად ჩაერთვან თუნდაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე გვაქვს ზუსტად აღებული ეს პრიორიტეტული მიმართულება და სწორად აღნიშნეთ, რომ არსებობს გარკვეული სპორტული სახეობები, არის ასევე ეგრეთ წოდებული პარაოლიმპიური სპორტული სახეობები, რომლებშიც შეუძლიათ მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი სამინისტრო მინისტრის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში, სადაც ასევე დაესწრო ამერიკის ელჩი ბატონი რიჩარდ ნოლანდი, სადაც ასეთი ტიპის ადამიანებს გადაცეს შესაბამისი აღჭურვილობა, საჩუქრები, გაიმართა მცირე კონცერტით მათი მონაწილეობით, გადაეცათ სხვადასხვა აპარატურა და ასე შემდეგ. აქვე მინდა დავამატო ის, რომ ეს სპორტული სახეობები, რომლებშიც ესენი მიიღებენ შეშმოწმო ეგრეთ წოდებული ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას, არის ისეთი სპორტის სახეობები, როგორიც არის მეკლდეურობა, კანოე და ასე შემდეგ. აქვე არის ესეთი ინიციატივა ჩვენს დეპარტამენტში, ჩვენი დეპარტამენტის ხელმძღვანელობით, რომ უსინათლოთა ფეხბურთის ნაკრები ჩამოყალიბდეს, რომელიც სოფლიოში აპრობირებული მეთოდით ფუნქციონირებს და აღნიშნულ მიმართულებასაც ბატონი ნუგზან კანდელაკის ხელმძღვანელობით გეგმავთ, რომ განახორციელოთ, რაც იქნება, ვფიქრობ, რომ პირველი შემთხვევა საქართველოში. ჩვენ გვაქვს ნანახი ასეთი თამაშები ინტერნეტში, YouTube-ზეც არის და ეს ახალგაზრდები თავიანთ ამ სპორტულ მონაცემებს მიუხედავად იმისა, რომ
მათ უსინათლოები არიან, საკმაოდ წარმატებით ართმევენ თავს სპეციალური წვნის შედეგად. კი ბატონო. ერთ სიტყვას დავამატებ. აუცილებლად. და რაც აუცილებლად მნიშვნელოვანი არის, უნდა ითქვას, რომ ეს ღონისძიებები, როგორც თქვათ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ასევე მაგალითად მჟავრდებულებისათვის, ახალგაზრდა მჟავრდებულებს გულისხმობ, არ იქნება ერთჯერადი. კერძოდ, ჩვენ გვინდა რომ მათ გაუჩნდეთ ასევე დასაქმების წყარო. ამისათვის მგონი შენ უკვე ამაზე ისაუბრე ვახო, მაგალითად ჩვენ გვყავს მასწავლებელი, რომელიც მათ ასწავლის ხეზე კვეთას და შემდგომში მათი ნამუშევრები გაიყიდება. ამავდროულად, როდესაც ვიყავით მარტყოფში ვისაუბრეთ იმის შესახებაც, რომ იქ განვითარდეს გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ძალიან მცირე მასშტაბით მეღვინეობა, სადაც ამ პიროვნებს საშუალება ექნებათ იმისა, რომ თავად დაწურონ ღვინო და შემდგომში მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ გაიყიდოს და თავად შეძლონ თავიანთი მცირედი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მაინც და სწორედ ამით ისინი თავს იგებენ შედეგად მიღებული და არაქრონიკულად იყვნენ თქვა დამოკიდებული გარკვეულ დახმარებაზე, არამედ თავადაც შეძლონ ასე თქვა საკუთარი ესე იგი ანალოგიური პროექტი, ხეზეკვეთის პროექტი, რომელიც ამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის არის, არასრულწლოვანი პატიმრების კოლონიაში იგეგმება, რომ განხორციელდეს უკვე დაწყებული არის ეს პროექტი და ანალოგიურად მათი სასჯელის მოხდის პერიოდში შეეძლებათ, რომ მათი ნაკეთობებით გარკვეული თანხა გამოიმუშაონ, რაც რა თქმა უნდა მათ ოჯახებს ან თუნდაც მათ იქ საპატიმრო დაწესებულებაში დაადგებთ. კარგი. შემდეგი თემა, ეხლა მე მესმის, რომ აქ თბილისში, თქვა დიდ ქალაქებში, ქუთაისში, ბათუმში, ანუ მეტნაკლებად ეს ძალიან ბევრი რამ არის დიდ ქალაქში, ისეთი რითიც ადამიანმა შეიძლება თავი ან გაიბთოს, ან დაკავდეს რაღაც არაქუჩაში დგომით, რასაკვირველია, სხვა დადებით და პოზიტიურ თემებზე ვსაუბრობ, მაგრამ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარების პროგრამა. ეს რეგიონები არ მოიაზრება მარტო დიდი ქალაქები და არ შემოიფარგლება დიდი ქალაქები. პრობლემა ჩვენ გვაქვს სოფლები და ვთქვათ ქალაქებთან ახლო მდებარე რაღაც ისეთ პატარა დასახლებები და ასე შემდეგ. მაგრამ რა კეთდება იმისთვის, რომ მოდი გავმიჯნოთ რა ეს დიდ ქალაქებს საერთოდ ნუ შევეხებით, გავიდით და ვისაუბროთ კონკრეტულად სოფლებზე რა ხდება სოფლებში, იმიტომ რომ მე ვიცი რომ დღეს კიდევ სამწუხაროდ არის ისეთი პერიოდი, რომ ნუ ეხა ეს ბავშვებზეა საუბარი, მაგრამ ბავშვი რომ სკოლაში მივიდეს, 4-5 კილომეტრის ფეხით გავლა უწევს, იმიტომ რომ ავტობუსი არ დადის, თუ ტრანსპორტი არ არის და ასე შემდეგ. ანუ პრობლემა სოფლებში გაცილებით უფრო მეტია ამ ხრივაც, ვიდრე ვთქვათ დიდ ქალაქში. დიახ. ამასთან დაკავშირებით ახლა მოკლედ გეტყვით, რომ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში შეაშანო მოგვიწია ეს დავახოსაც ბევრი რეგიონის შემოვლა და პირველად მოხდა, როდესაც შეუძლელი ფაქტიურად მინახა თითქმის მთელი საქართველო, მათ შორის ასე ვთქვათ ცენტრიდან საკმაოდ მოშორებული სოფლები, რაიონები, განკუთვნილ მთიანი რეგიონებიც. და სურათი, რომელიც ნახე იქ, ჩემთვის პირადად იყო მართლაც ძალიან კატასტროფული, იმიტომ რომ ნახე არაერთი დაცლილი სახლი და ფაქტიურად სოფლებში ძალიან იშვიათად თუ შევხვდებოდი ახალგაზრდა ადამიანს, ძირითადად აქ იყვნენ სულ მოხუცები. ეს ბუნებრივად მეტყველებს იმაზე, რომ სოფლები გარკვეულწილად იცლება და დიდი ქალაქები ხდება ფაქტიურად თავკომბალა. ან თქვათ ის ახალგაზრდები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, არიან ფაქტობრივად სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში. გასაკეთებელიც არაფერი არ აქვს. გასაკეთებელიც მათ არაფერი არ აქვს. სწორედ ამიტომ ჩვენ სამინისტროში მისვლის დღიდან ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განსაზღვრეთ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამა. რას გულისხმობს ახლა ეს პროგრამა? ეს პროგრამა გულისხმობს პირველ რიგში მათი მოთხოვნილებების შესწავლას, იმიტომ რომ მიდგომა შეიცვალა, როგორც გითხარით, ჩვენი მიზანი არ მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მივაწოდოთ აუცილებლად მათ თუ რა სჭირდებათ მათ, ან პირველ რიგში ჩვენ უნდა გავიგოთ მათ რა სჭირდებათ და არის ესეთი კონტაქტი, ანუ კომუნიკაცია გააქვთ თქვათ მათთან? კი, რა თქმა უნდა, დავიწყეთ. პირველ რიგში გეგმავთ ჩავატაროთ გამოკითხვა, ბუნებრივია ეს იქნება მომზადებული სოციოლოგების მიერ, შერჩეული იქნება
სპეციალური პროფესიული მეთოდით გარკვეული რეგიონები, სოფლები და შესაბამისად უფრო მეტად გავიგებთ მათ საჭიროებებს. ეს იქნება ერთი მიმართულება, ხოლო მეორე მიმართულება, რაშიც მდგომარეობს, ჩვენ გეგმავთ ასე ვთქვათ, მასიური ინტერნეტ საიტის გაკეთება, სადაც განთავსებული იქნება ყველა ახალგაზრდული სერვისი. სადაც ჩვენ ასევე განვათავსებთ ინფორმაციას დასაქმების ადგილების შესახებ და ასევე ნებისმიერ ინფორმაციას სტიპენდიების და სხვა ახალგაზრდული პროგრამების შესახებ, რომლის მეშვეობითაც რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა იქნებათ, რომ მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია, თქვათ, საზღვარგარეთ არსებული პროგრამების შესახებ და ასევე დიდ რეგიონულ ქალაქებში არსებული პროგრამების შესახებ. ბუნებრივია ჩვენ პირველ ეტაპზე მთელ საქართველოს ვერ მოვიცავთ და ამის ილუზიაც არ გაგვაჩნია. სწორედ და როგორც თქვით, ანუ გათვლა გვაქვს უფრო ხანგრძლივ გეგმაზე, იმისათვის რომ თქვათ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ მივიღოთ ეფექტი და ეს არ იყოს ერთჯერადი ღონისძიება. აი ეს არის ძირითადად ამ პროექტის დედა აზრი. პირველ რიგში ინფორმაცია მივიღოთ იქ ცხოვრები ახალგაზრდებისგან მათი საჭიროების შესახებ და მეორე მხრივ ჩვენც მივაწოდოთ მათ ინფორმაცია იმ მიმართულებით თუ რა ხდება ახალგაზრდობის მიმართულებით ქვეყნის შიგნით და რა ხდება ახალგაზრდობის მიმართულებით ქვეყნის გარეთ. იმისათვის რომ მათ საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად მონაწილეობა მიიღონ ამ პროექტის ახალგაზრდული პროექტების ფარგლებში. ბუნებრივია, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ვერ მოიცავს ყველას, მაგრამ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით, არა მარტო წინ გადადგმული ნაბიჯი, ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ელემენტარულად ეხლა ვთქვათ, რო გაიარო, ხო, გინდა აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში, გინდა დასავლეთ, ვთქვათ დილის 9 საათზე. 5-6 კაცი დგას უკვე გარეთ. ეხლა მე რაც მოყვება მაგ ყველაფერს განსაკუთრებით ხო ზამთრის პერიოდში მე დავამატებ როდეში რომ საქართველოს საკმაოდ მრავალფეროვანი გეოგრაფიული რელიეფით გამოირჩევა და ყველა რეგიონში სხვადასხვა საჭიროება გააჩნია ახალგაზრდას და შესაბამისად გამომდინარე აქედან არ შეიძლება რომ თქვა სახელმწიფომ რაღაც კონკრეტული პროგრამა აიღოს მთელი რეგიონებისთვის და ერთნაირად სასარგებლო იყოს ის ღვთისმაცხოვრებელი ახალგაზრდისთვის და იგივე თქვა ბარში მაცხოვრებელი ახალგაზრდისთვის. შესაბამისად რაც იმაღნიშნა სწორად თქვა რომ ინფორმაციის მიღება და კვლევა თუ რა საჭიროებები არსებობს რეგიონში არის უმნიშვნელოვანესი ამ ეტაპზე. და ამქვე თუ შეიძლება განვაგრძობ, რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენს დაქვემდებარებაში იმყოფება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ახორციელებს ორ დიდ პროექტს, კერძოდ ეს არის ახალგაზრდული ფესტივალი და ბანაკების პროგრამა. რაც შეეხება ახალგაზრდულ ფესტივალს, ჩვენ ვისაუბრეთ სტუდენტურ დღეებზე. სტუდენტური დღეებისაგან განსხვავებით ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას. ეს ხორციელდება 4 ეტაპად. პირველი არის ეგრეთ წოდებული ფან არტი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ საკუთარი ნიჭი გამოავლინონ სხვადასხვა დისციპლინებში. ეს იქნება ლიტერატურა, მუსიკა, კინოხელოვნება, ფოტოგრაფია თუ სხვა. მეორე ეტაპი არის უკვე უშუალოდ მუსიკალური მიმართულება, სადაც ახალგაზრდულ ბენდებს და ინდივიდუალურ შემსრულებლებს საშუალება მიეცემათ, რომ წარმოადგინონ თავიანთი ნაწარმოებები. მესამე ეტაპი ეს არის კარვების ფესტივალი სიონში. რომელ სიონში? თიანეთში. ზაფხულში. დიახ, ეს იქნება ზაფხულში და სწორედ აი ამითაც მაგალითად კარვების ფესტივალი იქნება გამომართოთ უფრო კონკრეტულად. დიახ, ანუ კარვების ფესტივალი გულისხმობს, ეს იქნება რამოდენიმე დღიანი ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ახალგაზრდული მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები, სხვადასხვა სანახაობები და ასევე მოლაპარაკება მიმდინარეობს საკმაოდ პოპულარულ უცხოურ ჯგუფებთან, ამას ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებთ და შემდგომში გავხდით თქვა ფართო საზოგადოებისათვის ცნობილს, იმისათვის რომ თუნდაც რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მიიღონ თქვა სიამოვნება, გაერთონ და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მათ გარკვეულწილად საშუალება მივცეთ იმისა, რომ თქვა იმ ცივი ზამთრის მერე და იმ ცივი ზამთრის მოლოდინს შორის ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში საშუალება ქონდეთ, რომ გარკვეულწილად გადაერთონ და მოახდინონ სიონის თემა ძალიან დამაინტერესა, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან ახლო და ძალიან ისეთი ნაცნობი და საყვარელი ადგილია. მე არ ვიცი თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ თვითონ სიონის თემა აი ამ კარვების ფესტივალს შეიძლება უამრავი რამ ადგილზე მიაბათ,
დოღიც იმართება სიონში და ყვებს თავიდანები ელემენტარულად შეიძლება ჩემპიონატი მოაწყო 5 საათიანი თევზაობაში რამე მსგავსი ძალიან ბევრი თემა. ძალიან დიდი მადლობა კიდე ინიციატივისათვის. თუ გაითვალისწინეთ ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგი. და აი კიდე ერთი თქვათ რეგიონებში ცხოვრებ ახალგაზრდებს როგორ გვინდა შევუწყოთ ხელი თქვათ როდესაც აი ჩვენ თქვათ მოგვივიდა ბიუჯეტი თუ როგორ იყო ადრე დაგეგმარებული პირობითად რო თქვათ ხდებოდა მაგალითად წვენის შესყიდვა გარკვეული ფირმებისაგან და რა თქმა უნდა ძირითადად იყო უცხოური წარმოების. ამჟამად ჩვენ თქვათ ამ მიმართულებითაც შევცვალეთ ჩვენი მუშაობა და როგორ გვინდა თქვათ ხელი შევუწყოთ რეგიონებში ცხოვრებ ახალგაზრდებს. ჩვენ ამ შემთხვევაში ვთავაზობთ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ბუნებრივად დაეგზავნება, თქვათ ეს იქნება ამ შემთხვევაში თიანეთი თუ სხვა, რომ მათ ამ წვენის ნაცვლად თქვათ მოიტანონ თქვათ ოჯახში დამზადებული ჟიპიტაური თქვათ ღონისძიების შემდეგ, მაგრამ თქვათ მაგამდე თქვათ მოიტანონ ის კომფორტ და ის თანხა რაც გათვალისწინებული იყო ამისათვის გაიცეს ისევ ამ ხალხს და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეეწყოს ხელი დასაქმებაში. ეს მათთვის გარკვეულწილად მართალია მცირე, მაგრამ დასაქმება იქნება და მცირე შემოსავლის წყაროც იქნება. და ერთი აუცილებლადაც უნდა დავამატო, ამ ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში ტარდება ასე ფოლკ ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ყველა რეგიონის ხალხური სიმღერები და ასე ეს ყველაფერზე ზაფხულში გამართება ეს არა, ეს არის განგრძობადი არის ძალიან კაპიტალიზმის ამბავი არ გამომაპარეთ რა. სიონს არავითარ შემთხვევაში არ გამოგაპარებთ და ასევე არ გამოგაპარებთ ერთ ამბავს, რაც ნამდვილად ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. გვაქვს მოლაპარაკება ჰოლივუდთან და უნდა გითხრათ, რომ ეს იქნება ძალიან მასშტაბური პროექტი ახალგაზრდა კინემატოგრაფებისათვის და იქნება მართლაც უპრეცედენტო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა კინემატოგრაფებს გარკვეული კასტინგის შემდგომ საშუალება მიეცემა ორს, იქნება ეს ოპერატორი თუ სხვა ტექნიკური პერსონალი, რომ ჰოლივუდის მიერ გადაღებულ ფილმში თავად მიიღონ მონაწილეობა. და ეს გახდება ძალიან მალე ცნობილი. ესე ძალიან კარგია. კარგით, ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი ძალიან და ორ საკითხზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, ესე ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება და კულტურულ შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამა. აქ არის ერთი პრობლემა რა ჩემი აზრით და მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ყველა გადაცემაში ხაზს უსვამ, მნიშვნელობა არ აქვს, რა თემა არ უნდა იყოს, ეს იქნება სპორტი თუ სპორტი შეზავებული რაღაცა ახალგაზრდობასთან და ასე შემდეგ. საერთოდ როდესაც რაღაც პოპულარიზაციაზეა საუბარი, იქ წარმოუდგენელია, რომ იცი რაღაც 30 წამიანი იმის, რა ქვია, ინფორმაციით, საინფორმაციო გამოშვებაში და ერთი მზეზე არსებული გადაცემით რაიმეს პოპულარიზაცია მოხდეს. ანუ აქ თუ არ იქნება მასშტაბური ჩართულობა ტელევიზიების, რადიოების, ანუ ძალიან რთული, მე ვამბობ, რომ ნებისმიერი პროდუქტი თუ არ შეიფუთა და არ მიაწოდეთ ადამიანს ისე როგორც თქვენ გსურთ, რომ მან გაიგოს, გამორიცხულია რაიმეს პოპულარიზაცია. და ამ შემთხვევაში ნებისმიერი ჩვენი მიმართულებით ავიღოთ ნებისმიერი პროდუქტი, იმიტომ თუ მაქსიმალურად არ ჩაერთო ეს ტელევიზია ამ საქმის გაშუქებაში. არ გულისხმობ ეს რა თქმა უნდა რა, გულისხმობ მასშტაბურად ყველაფერს ძალიან გაგვიჭირდება რა. მარტო თქვენ არა, აბსოლუტურად სამინისტროსაც, ფედერაციებსაც, ცალკეულ სახეობებსაც და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ კარგით, ეს სხვა თემაა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე მაინტერესებს რას ნიშნავს პოპულარიზება, რის ხარჯზე ხდება და აი როგორ გესახებათ, რომ ჩვენს გითხრათ ეს ყველაფერი. საერთოდ მინდა აღვნიშნო, რომ ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მიმართულება გახდა საერთოდ ზოგადად მასობრივი სპორტის პოპულარიზება და ამ მიმართულებით, როგორც ჩემთვის ცნობილია, კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები უნდა იყოს. რაც შეეხება უშუალოდ ახალგაზრდობის მიმართულებით თუ რა კეთდება, მინდა აღვნიშნო, რომ იგივე სტუდენტური დღეები, რომელიც არის ძალიან მასშტაბური და მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება, პრაქტიკულად გასდევს მთელი ამ დღეების განმავლობაში ანტინარკოტიკული კამპანია, ანუ სტუდენტური დღეები ნარკომანიის წინააღმდეგ. ესე გვაქვს ჩვენ გათვალისწინებული ჩვენს პროგრამაში და ცხოვრების ჯანსაღი წესი ნებისმიერ სპორტულ აქტივობაში, ნებისმიერ თქვათ თვითშემოქმედებით აქტივობაში, იქნება ეს სამეცნიერო ღონისძიებაში, ეს ხაზი ანტინარკოტიკული კამპანია იქნება ერთ-ერთი წამყვანი. ამით გარდა ცალკე გვაქვს დაგეგმილი გარდა სტუდენტური დღეებისა, რათა ეს იყოს მთელი წლის განმავლობაში კამპანია კონკრეტულად ნარკომანიის წინააღმდეგ
რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული არის ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორც საინფორმაციო კამპანიების გამართვა, ეს იქნება ფლაიერების დარიგება თუ მასობრივი მარათონების მოწყობა, რა თქმა უნდა, ცნობილი ადამიანების და ცნობილი სახეების მონაწილეობით, რაც საყოველთაოდ აპრობირებულია, რათა უფრო მეტი ახალგაზრდა მიიზიდო ამ სფეროს პოპულარიზებისთვის, რადგანაც ეს ადამიანები ხშირ შემთხვევაში ამ ახალგაზრდებისთვის მაგალითის მიმცემს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მიმართულება. აქვე მინდა ამ მიმართულებით, რაც თქვენ აღნიშნეთ, თქვა, რომ საკმაოდ ვრცელი მიმართულება არის ეს. აქვე შედის იგივე ინტელექტის დღე, აქვე შედის სხვადასხვა ექსპედიციები ქვეყნის მასშტაბით და ასე შემდეგ. და იგივე რაც აღნიშნეთ ეს რაგბის პროგრამა და ფეხბურთის პროგრამა ციხეებთან დაკავშირებით ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი, და ბოლოს რატი თუ აი უცებ ყველა საკითხზე დამატება უნდა. არა, თუ მე როგორც მეხუთე ამ თქვენი კითხვა იმაში მდგომარეობდა უფრო თუ როგორ ვაპირებ თქვა ამ ინფორმაციას. ხო, ანუ ის ხარჯზე უნდა მოხდეს პოპულარიზაცია ამ თუ იმ საკითხის. ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ თუ ამაში არ ჩაერთო ტელევიზია, არ ჩაერთო მედია, წარმოუდგენელი მესმის რომ შეიძლება მოაწყო მარათონი სიტყვაზე და არ მეინო 2 კილომეტრი, მაგრამ არაფრის მომცემი არ იყოს. ეს აბსოლუტურად თუ არ გაშუქდა თავაზგურის აბსოლუტურად გეთანხმებით ამასთან დაკავშირებით უცებ გიპასუხებთ რომ ჩვენთან სამინისტროში არის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რომელიც ამ მიმართულებით უშუალოდ მუშაობს და ძალიან კარგად მუშაობს მართლა ძალიან კარგად მუშაობს იმიტომ რომ მართლა ისეთ პროფესიონალია ქალბატონი უდგას ამ ყველაში ეგა კუტაშვილი გარდა ამისა სამინისტროში ასევე არის ახალგაზრდულ მიმართულებით ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო რომელმაც შექმნა ახალგაზრდული ორგანიზაციების მთელი ბაზა შეიქმნა ახალი სისტემა და ასევე იქნება SMS სისტემა. როდესაც ჩვენ რაიმე ღონისძიებას ვაპირებთ, ნებისმიერ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ის ექნება მყისვე. ანუ ერთი ღილაკის დაჭერით ყველა ახალგაზრდულ ორგანიზაციას, მათ შორის სტუდენტურ თვითმმართველობასაც ექნება და აქვე მინდა თქვაც ყველა სტუდენტურ თვითმმართველობას მადლობა გადაუხადო იმაში, რომ ყველა ღონისძიებაში, რომელსაც ვახორციელებთ, უკვე მათი მეშვეობით გვეძლევა საშუალება იმისა, რომ ფართო საზოგადოებისათვის გახდეს ცნობილი. აი ეს კარგი ჩვენი ერთი მიმართულება არის, როგორც ვავრცელებთ ინფორმაციას. კარგი, მე რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობას, არანაირი პრობლემა არ მქონია აბსოლუტურად და იმედი მაქვს, რომ არც არასოდეს მექნება, იმიტომ რომ ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს და ბრწყინვალედ მუშაობთ ერთობლივად. და მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო დაიხვეწება ეს ყველაფერი. ბოლოს მინდა ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი. ბოლოს რატის რა თქმა უნდა არ ეყოფოდა ესეთი საათი. აიოშის კიდევ გექნება საშუალო. და ბოლოს საკითხი რა ძალიან მნიშვნელოვანი რატი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა. მე მესმის რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა, მაგრამ უბრალოდ გამიშთა ესეთი კითხვა. მესმის რომ აქტუალურია თქვენ კონდათ რაიმე შეხება იმასთან, რომ აი ეს ეთნიკური უმცირესობები რატო გახდა ეს ესეთი პრიორიტეტული, ხო არ იყო თქვათ გადადგმული ეს ნაბიჯი მხოლოდ, იმიტომ რომ თქვენ იგზენით ელემენტარულად, რომ ამ ხალხის მიმართ ყურადღება იყო იმაზე დაბალი, ვიდრე უნდა ყოფილიყო. აი ეს მაინტერესებს, რატომ გახდა ესეთი პრიორიტეტული, გარდა იმისა, რომ მართლაც მნიშვნელოვანი თემა. გეთანხმებით თქვა ჩვენს გარკვეულწილად ეს რა თქმა უნდა ვიგზენით, მაგრამ არსებობდა უამრავი სატელევიზიო პროგრამა, რადიო გადაცემა, სადაც თქვა ჩვენ ვიგებდით და სადაც თქვა ფართო საზოგადოებას ქონდა მართლაც იმის შესაძლებლობა, რომ ენახა რომ ეთნიკურად, ასე ვთქვათ, არაქართველი საქართველოს მოქალაქეებით დასახლებულ პუნქტებში ზოგმა პრაქტიკულად ქართული ენაც კი არ იცოდა. რა თქმა უნდა, ამას ადგილზეც გავეცანით, იმიტომ რომ არაფერი არ არის სამხრივ, ყველა მედალს ორი მხარე აქვს და როდესაც მაგალითად მარნეულში ვიყავით ჩასულები, ასე ვთქვათ, სამინისტროში შესვლის პირველი დღეებიდან და შევხვდით იქაურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ პირდაპირ აღნიშნეს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა მრავალი წლის განმავლობაში, როდესაც თქვათ სამინისტროდან ვიღაც ჩავიდა და დაინტერესდა მათი პრობლემებით. შემდგომში უკვე დავიწყეთ რამოდენიმე პროგრამის განხორციელება, კერძოდ მარნეულში ჩატარდა კონკურსი ელექტრონულ ბეჭდვაში ქართული შრიფტით და ასევე ითარგმნება სტუმარ მასპინძელი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე და იქნება რადიო დადგმა. მეც მინდა დავამატო ამ დაკავშირებით.
იმიტომ რომ რამდენიმე ღონისძიებას კიდე ჩვენ ახორციელებთ რეინტეგრაციის სამინისტროსთან ერთად, ეს არის კონკრეტული ექსკურსიები უფროსკლასელი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც საშუალება ექნებათ ჩამოვიდნენ და დედაქალაქი ნახონ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც საზღვრისპირა ტერიტორიებზე, სოფლებში ცხოვრობს, საერთოდ არათუ ქართული არ იცის, დედაქალაქშიც არ არის ნაყოფი და მათთვის ეს ძალიან დიდ რამეს ნიშნავს და ასევე ამავე რეინტეგრაციის სამინისტროსთან ერთად ვგეგმავთ საკმაოდ სერიოზულ ფესტივალს ერთიც ის ქვეშ, რომელიც რამდენიმე წელია უკვე ხორციელდება და ამ ეტაპზე უკვე ჩვენი სამინისტროს ასე ვთქვათ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და რეინტეგრაციის სამინისტროს თანადგომით უახლოეს მომავალში განხორციელდება ეს ფესტივალი, სადაც ეთნიკური უმცირესობის მქონე ახალგაზრდებს შეეძლებათ თავიანთი კულტურის დედაქალაქში ჩამოტანა და ჩვენება დანარჩენი საზოგადოებისათვის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ჩემთვის განკუთვნილით, რომ დღეს ამოიწურა. მე გეტყვით, რომ ჩემთან სტუდიაში 1 საათის განმავლობაში თუნდაც იმყოფებოდნენ სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით რატი ბრეგაძე და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვახტანგ გასანიძე. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო 1 საათიანი საუბარი ჰქონდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვან თემაზე და გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ ისე მოგვიწევს შეხვედრა და ისე საუბარი იმ სიახლეებზე, რომელსაც თქვენ განახორციელებთ და გაატარებთ. მე გეშთხოვებთ ხვალამდე, ხვალ რაიცულად 22 საათიდან შეხვდებით პირდაპირ ეთერში ერთმანეთს, გააცემით იცხოვრე სპორტი და ჩვენ შევეცდებით რომ შევარჩიოთ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თქვენთვის, რა თქმა უნდა, საინტერესო თემა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად გაგრძელოთ.